ეს მთა კუდიგორაა. ყვარელში ილიას ტბებთან ახლოს. როგორც ხედავთ, კუდი უკვე აღარ აქვს, რადგანაც ნინო წილოსანის ოჯახი აქ ღვინის ქარხანას და სასტუმროს აშენებს და ამ მშენებლობისთვის აი ამ ხელა ნაჭრის ამოჭრა დაჭირდათ მთიდან. ხო და რეალურად ესეთი რამე რო გააკეთოს ჩვეულებრივმა ადამიანმა, უეჭველი ციხეში წავა. მეცაც გეტყვით, ადგილობრივები საქონლის ბინისთვის ტყეში ადგილს თუ ითხოვენ, იმაზეც უარს ეუბნებიან ხოლმე. ხო და სინამდვილეში აი ეს არის კლასიკური კორუფცია. მეტიც წილოსანმა ეს ადგილი იყიდა საბაზრო ფასზე დაბალ ფასად 5 ლარად კვადრატული მეტრი თუ არ ვწდები, ხო და აი ესეთი კორუფცია ღუპავს ამ ქვეყანას, იმიტომ რომ ზუსტად ასეთი კორუფცია არის იმის წინაპირობა, რა დღეში ჩვენ დღეს ვართ. იგივე მაღალი ფასები, იგივე რა ვიცი, სრული განუკითხაობა, იგივე რაც ხდება თუნდაც სამუშაო ადგილების კუთხით, ბიზნესის კუთხით, აი ყველაფერი არის გამოწვეული მსგავსი კორუფციით და იმით, რომ ნებისმიერი ქართული ოცნებასთან დაახლოებულ ჩინოვნიკებს ასეთი რაღაცეების გაკეთება შეუძლიათ. მთის ამოჭრა კიდე რანაირი ქართველობაა და მე დადგებიან და გამოვლენ და რაღაც ქართულ მიწას პატივს სცემთო თუ რაღაც არ ვასხვისებთ უცხოელებზეო და 1000 უბედურება ტყუილს გვეტყვიან.